სტალინის ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ნაციონალისტურად განწყობილი ჩრდილო კავკასიელები ანტისაბჭოურ არასაიმედო ელემენტებად მიიჩნია. ჩეჩნებსა და ჩერქეზებს ერთი ხელის მოსმით გამოუტანეს განაჩენი. 1944 წელს სხვებთან ერთად მუსა დუდაევის შუჩულიანი ოჯახიც გრძელ გზას გაუყენეს. ადამიანებს უდაბნოსკენ მიმავალ რკინის ქარავანში თავიდან პატარა იმედი მაინც ჰქონდათ, რომ ყოვლის გამგებელი მტკიცე ხელი ამ მოგზაურობის დასრულებამდე აღმოაჩენდა შეცდომას რომელიმე დოკუმენტში და მათ სახლებში დააბრუნებდა. როცა ზედამხედველებმა ვაგონიდან პირველი მიცვალებული მოისროლეს, ამ ილუზიის ნასახიც კი გაქრა. ტანჯველი მოგზაურობისას ყოველი მათგანი სამშობლოსთან ერთად, რომელიმე ოჯახის წევრის ან ნათესავის სიცოცხლესაც ემშვიდობებოდა. და ბოლოს როცა მათ თვალწინ ახალი სასტიკი მიწა, ყაზახეთი გადაიშალა, მუსა დუდაევმა მადლობა შესწირა ალლაჰს, რომ 7-ვე შვილი და ცოლი თან ახლდა. უმცროსი ჯოხარი მაშინ სულ რამოდენიმე თვისა იყო. На тот момент люди жили другими вещами и другими ценностями, поэтому детство у него было не из самых лучших, и постоянно о нем рассказывать мне он, наверное, считал ненужным, так сказать. Поэтому сравнительно с моим детством я много чего могу рассказать, а его, поскольку оно было таким мрачным, где умирали сплошь и рядом и от голода, и от холода высланные чеченцы и ингуши в Казахстан, он не считал нужным со мной делиться. Что за ценности? Ну, я имел в виду сравнительно наше время и то поколение моего отца в детстве. Для них была ценность выжить, а для нас эта ценность превратилась, увы, в деньги, в материальное обеспечение. და 17-ში დუდაევებს თანამემამულეებთან ერთად სამშობლო დაუბრუნეს. სკოლა მუსას მეშვიდე მაჟმა უკვე გროზნოში დაამთავრა და სწავლა ჩრდილო ოსეთში, პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე განაგრძო. თუმცა ერთწლიანი კურსის მოსმენის შემდეგ სამხედრო საქმით დაინტერესდა. 1962 წელს ჯოხარ დუდაევს, რომლის ეროვნებაც ოცეპელის საბჭოეთს, პოლიტიკურად არასაიმედოდ აღარ მიაჩნდა, საშუალება მიეცა ტამბოვში ფრინავთა სამხედრო სასწავლებელში ჩაებარებინა. მან 66 წელს სასწავლებელი ინჟინერ-მფრინავის სპეციალობით დაამთავრა. სამხედრო სამსახური კალუგის ოლქში დაიწყო ხომალდის მეთაურის თანაშემწედ. სწორედ აქ გაიცნო ახალგაზრდა მფრინავმა რუსი მაიორის ქალიშვილი, რომელიც მაშინ სმოლენსკის სამხატვრო პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი იყო. ალა კულიკოვა არდადაგებზე მამას ეწვია. მაიორი კულიკოვი იმავე გარნიზონში მსახურობდა, სადაც 23 წლის ჯოხარ დუდაევი. ალა იხსენებს, რომ მათი პირველი შეხვედრა ოფიცერთა სახლში საღამოს გამართულ ცეკვებზე შედგა. მასთან მივიდა არაჩვეულებრივად ლამაზ თვალებიანი კავკასიელი. თავი გალანტურად წარუდგინა და მთელი საღამო ლერმონტოვის ლექსებს უკითხავდა. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მაიორის დედის ერთა ქალიშვილზე ჩეჩენთა ოჯახური ადათების შესახებ მისმა ნაამბობმა მოახდინა. Мой отец пригласил мать потанцевать, предложил еще встретиться. Она первый раз не пришла, он очень разочаровался и обиделся, пригласил, нашел еще раз, она пришла, и после этого завязались отношения, ну и все подобное. ჯოხარ დუდაევის სამხედრო კარიერა თანმიმდევრულად ვითარდებოდა. 70-იანი წლებიდან იგი მსახურობდა ირკუტსკში, სადაც ავიაპოლკის მეთაურის პოსტიდან 31 ბომბდამშენი დივიზიის 30-ე საჰაერო არმიის შტაბის ხელმძღვანელის პოსტამდე მიაღწია. 85 წელს დუდაევმა სამსახური ანალოგიურ თანამდებობაზე უკვე პალტავაში განაგრძო. 87 წელს კი ოჯახი ესტონეთის ქალაქ ტარტუში დასახლდა. რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ მანამდე დუდაევი აქტიურად მონაწილეობდა ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში და პირადად აწარმოებდა დაბომბვებს, რასაც თავად ყოველთვის უარყოფდა. ასეა თუ ისე ფაქტია, რომ დუდაევი საკმაოდ ნიჭიერი და კვალიფიციური სამხედრო კადრი იყო, რის შედეგადაც საბჭოთა კავშირის დაშლამდე ერთი ისტორიულად საინტერესო აქტი შედგა. ჯოხარ დუდაევი 1989 წელს პირველი და უკანასკნელი ჩეჩენი ეროვნების საბჭოთა გენერალი გახდა.
სამხედრო ცხოვრების წესის თანახმად ჯოხარ დუდაევი ოჯახით მთელ კავშირში მოგზაურობდა. სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში დაიბადა მისი სამივე შვილი. პირველი ვაჟი ავლური და ქალიშვილი დანა. ირკუტსკში დუდაევებს მესამე შვილი, დეგი შეეძინათ. ალა დუდაევამ მეუღლისაგან გვართან ერთად ჩეჩნური ოჯახური ადათებიც მიიღო, რომელიც თავის დროზე საკმაოდ ეგზოტიკური და გაუგებარიც კი ეჩვენებოდა. Типичной чеченской семьей назвать ее было трудно, потому что мы жили в других странах, а не на родине. При том, что мать моя, она была русской, и традиции, можно сказать, исходили только от него. Но он всегда и меня учил некоторым словам, пускай даже не очень хорошим чеченским, когда я даже не был до этого в Чечне с самого детства. И брата, и сестру, и всегда наставлял мать на то, чтобы это должно быть так по чеченскому менталитету и традициям. Праздники мы праздновали общие, в основном, конечно же, Новый год. И отец очень любил и уважал друзей, близких друзей, там, где бы мы ни находились, и он всегда приглашал в гости по поводу их религий, праздников. Поэтому мы часто праздновали что-то, тем более я не понимаю, что праздновал, когда приходили гости, он очень любил принимать гостей. Ну, в общем, обычная чеченская семья, кавказская семья, как это у нас принято. ესტონეთის ქალაქ ტარტუში გენერალ-მაიორი დუდაევი 46-ე საჰაერო არმიის 326-ე დივიზიის მეთაურობასთან ერთად ქალაქის სამხედრო გარნიზონის უფროსის მოვალეობასაც ითავსებდა. მისი როგორც საბჭოთა სამხედრო პირის კარიერა დასრულდა მაშინ, როცა იმპერიაში ეროვნული დამოუკიდებლობის თემა გააქტიურდა. ბალტიისპირეთში დღესაც კარგად ახსოვთ საბჭოთა გენერალი, რომელმაც მშვიდობიანი ხალხის დარბევის ბრძანება არ შეასრულა. როგორც ჩანს, თავადაც კავკასიელი სტალინი არ ცდებოდა, როცა ჩეჩნებს არასაკმარისად საბჭოთა ხალხად მიიჩნევდა. 1990 წლის 23 ნოემბერს ჩეჩენი ხალხის საერთო ნაციონალური კონგრესის იდეოლოგთა ზელიმხან იანდარბიევისა და მოვლადი უდუგოვის მოწვევით დუდაევი გროზნოში, ჩეჩენთა პირველ ეროვნულ ყრილობაზე ჩავიდა. 25 ნოემბერს ყრილობამ აღმასრულებელი კომიტეტი აირჩია, რომლის შემადგენლობაშიც ჯოხარ დუდაევიც მოხვდა. 27 ნოემბერს აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო დეკლარაცია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების შესახებ. 1991 წლის მაისში უკვე გადამდგარი გენერალი დუდაევი საბოლოოდ დაბრუნდა სამშობლოში, რათა ეხელმძღვანელა სულ უფრო მზარდი საზოგადოებრივი მოძრაობისათვის. მოვლენები სწრაფად განვითარდა. 9 ივნის ჩეჩენთა ყრილობის მეორე სესიაზე დუდაევს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ ირჩევენ. დუდაევი იწყებს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარალელური სახელისუფლო ორგანოების ფორმირებას. სექტემბრის დასაწყისში დუდაევის ხელმძღვანელობით ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო განდევნილ იქნა. 1 ოქტომბერს რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ჩეჩნეთისა და ინგუშეთის დამოუკიდებელ ერთეულებად გამოყოფის შესახებ, კონკრეტული საზღვრების დაუსახელებლად, რასაც ჩეჩნეთსა და ინგუშებს შორის ტერიტორიული საკითხების გამწვავება მოჰყვა. 27 ოქტომბერს მთელ ამ კალეიდოსკოპს დიდი მოვლენა აგვირგვინებს. ჯოხარ დუდაევს დამოუკიდებელი ჩეჩნეთის პრეზიდენტად ირჩევენ. На тот момент мне было 7,5 лет. Я мало что понимал. Для меня всегда все мое детство и всю мою жизнь мой отец становился кем-то еще больше значимый. И я это воспринял как обыденную вещь. Для меня точно так же он стал совсем недавно генералом. Поэтому мир вокруг меня из этого не изменился. То, что я являлся сыном президента,
я абсолютно не чувствовал, я только чувствовал ответственность, люди, которые меня окружали и которые возлагали на меня какие-то надежды, ту же ответственность. Поэтому трудно сказать, что это было так, как если бы это случилось сейчас. Для меня мой отец стал кем-то еще больше, и я был просто рад этому. Но и в силу возраста я тоже не совсем понимал, что происходит. პირველი დეკრეტით, რომელიც პრეზიდენტმა დუდაევმა გამოსცა, გამოაცხადა ახალი რუსეთის ფედერაციისაგან თავისუფალი რესპუბლიკის იჩქერიის დამოუკიდებლობა. ეს დამოუკიდებლობა ოფიციალურად არ აღიარა არც ერთმა ქვეყანამ. ამ დეკრეტიდან დაახლოებით 10 დღეში გახმაურდა დიდი რუსეთის პირველი რეაქციაც. 91 წლის 7 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა გამოსცა ბრძანება ჩეჩნეთსა და ინგუშეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. რასაც ჯოხარ დუდაევმა საომარი მდგომარეობის გამოცხადებით უპასუხა. მოსკოვის პოლიტიკურ ელიტას მაშინ ჩეჩნეთისათვის მაინც და მაინც არ სწყელოდა. სახელმწიფო დუმის ჩამოყალიბების პროცესი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა და ელცინის რადიკალურ გადაწყვეტილებას რადიკალური აღმსრულებელი არ გამოუჩნდა. ძალაუფლება ჯერ ისევ გადაუნაწილებელი და დაუბალანსებელი იყო. ის რომ თავისუფლება ასე იოლად არ მოიპოვება, ბუნებრივია ჯოხარ დუდაევს არ ესწავლებოდა. ამ გამოცდილებას ნებისმიერი კავკასიელი გენეტიკურად დაბადებიდანვე იღებს. მაგრამ რა გრანდიოზული ხარკის გაღება მოუწევდა მის ხალხს სინამდვილეში ამის წარმოდგენა მაშინ არავის შეეძლო. ეს იყო თავისუფალი იჩქერიის ოქროს ხანა, რომელიც დუდაევების ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრის, დეგი დუდაევის მეხსიერებაში მშობლიური კერის შეგრძნებით აღიბეჭდა. Это был коттедж, одноэтажный коттедж, который был куплен с помощью моего дяди, брата, моего отца, когда мы вернулись в Чечню. Обыкновенный дом, 4 комнаты, кухня, сад. Ничего особенного. В президентской резиденции мы не жили. Нам было уютнее жить там, где мы привыкли, и куда-то переезжать мы не то, что не хотели, а мы уже привыкли к тому месту, там находились наши родственники. შვილებს პრეზიდენტის ოჯახში საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებს უყენებდნენ. რაც ისევე როგორც სამხედრო ხალხის საოჯახო ყოფაში, ჩეჩნეთის ადათებშიც საკმაოდ ბუნებრივი და ტრადიციული გახლდათ. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა თითოეული მათგანის განათლების საკითხს. მამა კი ვაჟების განვითარებისათვის სპორტულ მომზადებასაც აუცილებელ პირობად მიიჩნევდა. უპირატესობას თავად ორთაბრძოლის ხელოვნებას ანიჭებდა, რაც მაინც და მაინც არ მოსწონდა ნაბოლარა ვაჟს. Вы знаете, отец никогда особо, так сказать, не проявлял чувство нежности ни ко мне, ни к брату, ни единственно, разве что, вот, может, только сестра, когда она была маленькая, он очень любил с ней играться. А когда я подрос, скажем, достиг возраста 5-4 лет, то отец уже занимал какой-то пост, и у него не было времени. До этого я помню, что он только возвращался ночью и постоянно летал. После этого генеральства, где я его потом уже практически особо и не видел, разве что ездил с ним на работу, где он был занят, а я околачивался где-то в кабинетах. Поэтому конкретно проявление чувств нежности я вспомнить не могу. У нас и не особо принято отцом проявлять чувство нежности к сыну или дочке. Поэтому ничего такого вспомнить не могу, конечно. ერთადერთი რითაც ბავშვებს ასეთი ოდნავ ასკეტური აღზრდის პირობებში ანებივრებდნენ, უბრალო ადამიანური ურთიერთობები იყო. სამშობლოსთან ერთად მათ მოიპოვეს ის, რასაც მოკლებულები იყვნენ სხვა ქვეყნებში. სახლის კარი არასოდეს იკეტებოდა. გარშემო უამრავი საინტერესო რამ ხდებოდა.
ურიცხვი ბიძაშვილ მამიდაშვილებიდან აუცილებლად ჰქონდა ვინმეს ლხინი ან ჭირი, რომლის გაზიარება აუცილებელი იყო. Все это происходит очень просто, никого приглашать в гости не требуется, потому что к двоюродному брату идешь точно так же, как и к себе домой. Поэтому праздничные застолья устраиваются только по праздникам или по поводу дней рождений. А так все происходит, конечно же, шумно, весело, вместе, большой толпой. Все живут обыденной жизнью. Людям хочется общаться, это естественная потребность, они общаются. У нас это очень свободно прийти к двоюродному, к троюродному, вообще к родственнику, не предупреждая о том, что идешь к нему в гости. კავკასიურ იდილიას დიდხანს არ ეწერა გაგრძელება. კრემლიდან იჩქერია ასაფეთქებლად გამზადებული ნაღმივით მოსჩანდა. ნაღმის გასანეიტრალებლად საუკეთესო გზად მოსკოვი დუდაევის ლიკვიდირებას მიიჩნევდა. მართალია რუსეთის ხელისუფლება ჯერჯერობით ღია ქმედებაზე თავს იკავებდა, მაგრამ საქმეში სპეცსამსახურები თავიდანვე აქტიურად იყვნენ ჩართულნი. გარდა ამისა, ყველა იმპერიისათვის უპირველეს კანონად ქცეული ხერხიც ამუშავდა, გათიშე და იბატონე. ჩეჩნებსა და ინგუშებს შორის გაჩენილ შუხს ჩეჩნეთში შიდა დაპირისპირებები მოყვა. გროზნოში პრორუსული მიტინგების ტალღა აგორდა. მიტინგებზე დუდაევის გადადგომას მოითხოვდნენ. სიტუაციის გამწვავებას პრეზიდენტმა მწვავედვე უპასუხა. 93 წელს დუდაევმა დაითხოვა რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობა, პარლამენტი, საკონსტიტუციო, სასამართლო და პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობა შემოიღო. ამის პარალელურად დააწესა კომენდანტის საათი მთელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ოპერაცია, რომელსაც სათავეში ვინმე უმარ ატურხანოვი ჩაუდგა, უხვად ფინანსდებოდა კრემლიდან. ასპარეზზე რუსეთმა მალე კიდევ ერთი საინტერესო ფიგურა გამოიყვანა. კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომელი სერგეი სტეპაშინი. სწორედ იგი კურირებდა ოპოზიციის ქმედებებს, რომელთაც საბოლოოდ დუდაევის ხელისუფლება უნდა გაენადგურებინათ. დენთის სუნი მალე ბავშვებმაც კი იგრძნეს. Мы, конечно, волновались, все это был для нас борьба. И первый, можно сказать, человек с фамилией Дудаев, это двоюродный брат Шамиль. Его на одном из таких митингов как раз и убили. Поэтому для нас это был более такой волнительный факт того, что там где-то, хоть я там и в детстве мало выходил из дома, а представлял, что где-то там собрались люди и выдвигают требования, отставки, свержения. Мы очень переживали по этому поводу. Я переживал только из-за того, что переживают вокруг женщины и дети. Можно сказать, все. Сам, поскольку этого не видел, меня это воспринималось намного легче. Ну и в силу возраста тоже, я думаю. მოახლოებული ომის საფრთხე საბედისწერო ფაქტორის გააქტიურებამ გააძლიერა. საომარი მოქმედების კატალიზატორად, როგორც ყოველთვის ოქრო, უпростоრად შავი ოქრო ამუშავდა. ყოველი ჩეჩენის ოჯახში ოქროს ონკანებიდან წამოედინება აქლემის რძე. პრეზიდენტ დუდაევის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში წარმოთქმულმა ამ ფრაზამ ქვეყანაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. როგორც ალა დუდაევამ მოგვიანებით აღნიშნა, ყველაფერი იჩქერიის პრეზიდენტის კუვეითში მოგზაურობის შემდეგ დაიწყო. ჯოხარ დუდაევი მიხვდა, რომ მისი პატარა მიწის წიაღში დაფლული ნავთობის მარაგით შეიძლებოდა საკუთარი ქვეყნისათვის უზრუნველი მომავალი გაენახდებინა. ამერიკელებმა 50 წლით ნავთობის კონცესიით გადაცემის სანაცვლოდ იჩქერიას 25 მილიარდი დოლარი შესთავაზეს. დუდაევმა თანხა გააორმაგა და შეთანხმებასაც მიაღწია. ეს საქმე ახალი მხარის გამოჩენამ ჩაშალა. კრემლთან დაახლოებულმა პირებმა, საბჭოთა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, დოკუ ზავგაევმა და ყოფილი ნავთობწარმოების მინისტრმა სალამბეკ ხაჯიევმა ამერიკელებს ჩეჩნური ნავთობი ნახევარ ფასად შესთავაზეს. საქმის მოგვარებას მხოლოდ დუდაევის ქვეყნის სათავიდან ჩამოშორება გასჭირდებოდა. ამ ვერსიის თანახმადმე მოსკოვის ბანკებიდან აღებულ იქნა 4 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტი.
თანხა, რომელთაც 1994 წლის შემოდგომაზე დაიწყო პირველი ჩეჩნურ ომად წოდებული საომარი მოქმედებები. ომის შესახებ ალა დუდაევას ინტერვიუს რუსულ პრესაში ტიპიური ქალური ფანტაზია უწოდეს. ჩეჩნეთის საქმეში ნავთობის სუნიკი მხოლოდ მილსადენი ყიზლარი გროზნო-ნოვოსიბირსკის პრობლემით ახსნეს, რომელიც კასპიის ზღვას რუსეთთან აკავშირებდა და რომელიც ჩეჩნეთზე გადიოდა. ასეა თუ ისე ფაქტია, რომ კავკასიაში გახსნილ ცეცხლს ვიღაცამ აშკარად ნავთი დაასხა. 94 წლის დეკემბერში პრეზიდენტი მიხვდა, რომ ოჯახი უნდა გაეხიზნა. ერთ დღეს დუდაევმა სამუდამოდ დატოვეს თავისი პატარა კოტეჯი. Вы знаете, покидая дом, мы не думали о том, что мы потеряем это все навсегда. И на тот момент уже, в принципе, шли бои. Даже каждый день просыпаясь и днем, и ночью. Обстрелы, мы слышали, выстрелы, самолеты, взрывы там, ракет. И собирали все такое самое необходимое и нужное. Спешки особо не было, потому что нам сказали, чтобы мы ждали. И нас заберут, когда надо, приедут. Было лишь волнение за то, что происходит там, где происходят эти выстрелы, взрывы. Мы боялись, особенно боялись за наших родственников, которых очень много и которых могут убить. დანარჩენი რამოდენიმე თვის განმავლობაში იჩქერიის პირველი პრეზიდენტი საკუთარი ოჯახის წევრებს სანდო ადამიანის საშუალებით ეურთიერთებოდა. ისინიც მხოლოდ ალა დუდაევას კითხულობდნენ და შემდეგ დიდხანს ესაუბრებოდნენ ხმადებად. დეგის საქმის ყურში არავინ აკეთებდა. ის ხობთან ერთად ცდილობდა თავი შეეფარებინა დამოუკიდებლობისაგან და განიცდიდა მათ მაგიერ, ვინც წინახაზე იბრძოდა. ახალ ამბებს მოგებული და წაგებული ბრძოლების შესახებ ხშირად ტელევიზორიდან იგებდნენ. თუმცა იყო ისეთი დღეებიც, როდესაც ამბავს მოტანა არ სჭირდებოდა. ყველაფერი თითქოს ხელისგულზე ხდებოდა. Но 31 декабря можно было, в принципе, наблюдать даже из села Орехово, когда ночью выходишь во двор и смотришь в сторону города, а над ним пылают красные огни. Слышны выстрелы, разрывы снарядов. Вот такие вот воспоминания. 4 თვის შემდეგ, როცა გროზნოზე კონტროლის ჩეჩნებს უკვე დაკარგული ჰქონდათ, ოჯახი სოფელ ორეხოვოდან საიდუმლოდ გადაიყვანეს ინგუშეთში. იქიდან კი ჰუმანიტარული დახმარების მატარებლით რუსეთისა და უკრაინის გავლით ლიტვაში ჩაიყვანეს. ოჯახის გახიზვნაში დუდაევს დახმარება ლიტველმა პარლამენტარმა ვიტას ეიდიტუკაისმა გაუწია, რომელსაც ჯერ კიდევ ესტონეთში სამსახურიდან იცნობდა. ლიტვაში ჯოხარ დუდაევის ოჯახმა 1 წელიწადი გაატარა. Что нам делать? საომარი მოქმედებები კი ჩეჩნეთში სულ უფრო მწვავდებოდა. 1 წლის შემდეგ ალა დუდაევამ ქმარი დაიყოლია და ოჯახი სამშობლოში დაბრუნდა, იმავე გასაიდუმლოებული მარშრუტით, რომლითაც 1 წლის წინ ქვეყანა დატოვა. Знаете, отцу и так до этого пришлось не совсем сладко, потому что он особо семью и не видел, а это была возможность побыть и жить, и находиться рядом с нами. Несмотря на то, что шла война. Это был удобный случай, чтобы мы были вместе. Поэтому мы сами навязались на то, чтобы поехать в Чечню. Конечно же, не без его подтверждения и согласия, но и нам с матерью, и ему очень хотелось, чтобы мы были рядом. Было больше свободного времени. Он очень скучал по семье. И в такой момент, ведь находясь на войне, ты не знаешь, возможно, больше семью никогда и не увидишь.
поэтому он, понимая это, дал согласие на то, чтобы мы вернулись в Чечню. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დეგი მამას განსაკუთრებით დაუახლოვდა. მან გამოითხოვა უფლება მუდამ მის გვერდით ყოფილიყო. ხშირად ასაკისათვის საკმაოდ სარისკო და შეუფერებელ შეხვედრებსა და მოგზაურობაშიც თანხლებოდა. მართალია ღია ბრძოლის ველზე არ გაჰყავდათ, მაგრამ ძალიან ხშირად მოყოლილა ტყუების წვიმაში, სადაც ადამიანთა ერთგულების ფასი საკუთარ ზურგზე დაწოლილი დაცვის წევრთა სხეულების სიმძიმით ისწავლა. განგება მას სიყვარულის ყველა უმნიშვნელოვანესი ფასეულობის აღსაქმელად ყველაზე სასტიკი პეიზაჟი შეურჩია. როგორც ყველა მისი თაობის ჩეჩენმა ბავშვმა, მან კარგად იცოდა რა განსხვავებაა ტყვიასა და სამიზნეს შორის. ამის პირველი გაკვეთილები ჯერ კიდევ პატარაობისას გაიარა, როცა მამასთან სამსახურში მისულ ბიჭზე მეურვეობას დაცვა იკისრებდა ხოლმე. Провели инструктаж еще тогда, когда я общался с охранниками. Ведь больше особо друзей у меня не было. И большой радостью было в то время для меня взять автомат, по просьбе почистить его, смазать. К оружию на тот момент я уже очень хорошо привык и разбирался, даже до войны. В любом случае, на тот момент, оказавшись уже там во время боевых действий в Чечне, я уже прекрасно и сам знал, что надо делать, где надо ложиться при обстреле, а где надо вставать. Поэтому, замечая это и зная мой опыт, особо мне никто никаких наставлений по этому поводу не делал. И, конечно же, всегда старались меня даже в таких ситуациях оберегать охранники и отец. И, конечно же, на боевые действия он меня не брал, но случайности бывали разные. И в таких ситуациях кто-нибудь, да, обязательно, я даже не хотя того, но прикрывал меня телом. შულებთან ერთად ამ სასტიკ გაკვეთილებს ალა დუდაევაც მოთმინებით ეუფლებოდა. მისი უფროსი ვაჟი იბრძოდა. უმცროსი, რომელსაც ჯერ ხმაც კი არ დაბოხებოდა, თითქმის არ იშორებდა მამის მიერ ნაჩუქარი არაკს. მის კამარზე კი მთელი ჯარი ნადირობდა. ჯარი, რომლის უძლეველობაზე ლეგენდებს ჯერ კიდევ მამის მხრებზე შესკუპებული 4 წლის გოგონა, თვალებ გაბწყინებული ისმენდა. რუსი მაიორის ერთადერთი ქალიშვილისათვის ვინმეს რომ ეთქვა, რომ ის ოდესმე უცხო კავკასიური ტომის ხალხისათვის სულიერი სიმტკიცის მაგალითად გახდებოდა. თანაც ამ უმძიმესი გამოცდის ჩაბარება რუსულ ჯართან სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში მოუწევდა, ალბათ სიგიჟეთ ჩათვლიდა. ლიტვიდან ჩეჩნეთში დაბრუნების შემდეგ პრეზიდენტის ოჯახი ფაქტიურად მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა. ერთი სოფლიდან მეორეში გადადიოდნენ, რათა მტრისათვის კვალი აერინათ. რუსული ბომბდამშენები გასაოცარი სიზუსტით იმეორებდნენ მათ მარშრუტზე, მაგრამ ალა დუდაევას ოჯახს ჯერჯერობით ღმერთი წყალობდა. Мать жилась легко. Я не думал, что, знаете, как я бы сказал, она любила отца, и любовь, я бы сказал, можно сказать, в целом помогла ей преодолеть и оставить те вещи, к которым она привыкла. И это было, наверное, самый сильный фактор того, что она приняла этот чеченский менталитет и традиции. Жилась ли она это, судить только вам и окружающим. Я могу сказать свое мнение, что да, ей это удалось. И я думаю, что со временем и с годами, пока она была рядом с отцом, она еще задолго до моего рождения уже имела те понятия и приняла тот чеченский менталитет. Поэтому я, уже появившись на свет и осознавая, что происходит вокруг, видел уже ее совсем другой. До этого я мать
другой, той, которой она была до этого, не видел, конечно же. თავისუფალი იჩქერიის გარშემო სულ უფრო ვიწროვდებოდა. თიან ხეობებში თითქოს ადგილი აღარ დარჩა, სადაც თავის შეფარებას შეძლებდა ლტოლვილი. ჩეჩნეთი ამ ქვეყნიურ ჯოჯოხეთს დაემსგავსა. შოკის მომგვრელმა საგაზეთო და სატელევიზიო ნიუსებმა გროზნომ გრევისა და სიკვდილის სინონიმად აქციეს. საინფორმაციო ომში ჩეჩნებმა არანაკლები მარცხი იგებეს. ტერორისტები, ექსტრემისტები, ადამიანთა გამტაცებლები, ბოევიკები, ფანატიკოსები ამ შტამპებით ოსტატურად ჟონგლირებდა რუსული მედია. ჯოხარ დუდაევმა გადაწყვიტა ვაჟი-კლუბ სამშობლოს გაერიდებინა, სანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. Не особо не объясняли и заранее не предупреждали, просто утром, рано утром отец меня позвал, сказал, садись в машину, и я тебя даже не знал, что в итоге я окажусь в Баку, а потом вылечу в Стамбул. კითხვაზე თუ ვინ არის დამნაშავე ჯოხარ დუდაევის სიკვდილში, კრემლში მავანი ირონიულად პასუხობდნენ კონსტანტინ ბოროვოი. ჯოხარ დუდაევი სულ უფრო კარგად გრძნობდა, რომ სიტუაცია ჩიხში შედიოდა. თავის დროზე ჯერ კიდევ 94-ში, სანამ საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, უშედეგოდ ცდილობდა, რომ დაკავშირებოდა პრეზიდენტ ელცინს და დიალოგზე დაეყოლიებინა. ამბობდნენ, როცა ელცინმა ბოლოს და ბოლოს ამის შესახებ ინფორმაცია მიიღო, გაოცდა. რატომ უნდა წასულიყო რაიმე სახის მოლაპარაკებაზე ვიღაც ჩეჩენ დუდაევთან. იგი, ადამიანი, რომელიც გაუსწორდა საბჭოთა კავშირსა და გორბაჩოვს, ადამიანი, რომელმაც დაამხო მთელი კრემლი. 96 წლის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტის მიერ დუდაევის ლიკვიდირების მოთხოვნას მოგვიანებით რუსულ პრესაში უწოდეს შურისძიება, ისევ საკუთარი შეცდომების გამო. რუსეთის სპეცსამსახურებისათვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი დუდაევი სამშვიდობო მოლაპარაკების მისაღწევად გახშირებული სატელეფონო კავშირისათვის, მაგალითად კონსტანტინ ბოროვოისთან საუბრისას, იყენებდა თურქების მიერ ნაჩუქარ სატელიტურ ტელეფონს. რაც იმას ნიშნავდა, რომ მოუხელთებელი ჩეჩენის მოსახელთებლად დიდი არაფერი, სულ რაღაც 1,200,000-იანი მოწყობილობა იყო საჭირო, რომელიც დაიჭერდა ტელეფონიდან თანამგზავრისაკენ მიმართულ სხივს და წამის მიასლედებში გადასცემდა აბონენტის კოორდინატებს ბომბდამშენ ავიაციას. ელცინმა შესაბამისი განკარგულება გასცა. 30 მეცნიერისაგან შემდგარი ჯგუფის ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა. 96 წლის 21 აპრილს გროზნოდან 30 კილომეტრში სოფელ გეხიჩუში რუსულმა მოწყობილობამ პრეზიდენტის სატელეფონო სიგნალი დაიჭირა და სამიზნისკენ 2 რაკეტა გაემართა. სწორედ იმ დროს დუდაევი კონსტანტინ ბოროვოის მომავალი ზავის შესაძლებლობაზე ესაუბრებოდა. პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციასთან ერთად ელვისებურად გავრცელდა ჭორი იმის შესახებ, რომ დუდაევი ცოცხალია. მოკლული კი მისი ორეული იყო. Я, вы знаете, не сомневался в этом. Даже на тот момент все окружающие хотели верить в то, что это не так, и говорили о том, что это уже несколько раз передавалось посредством массовой информации и очередная утка. Но я, уезжая из Чечни, уже оставлял веру в сердце и душу там. И узнав об этом, я сразу понял, что так оно и есть. როგორც მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმა უჩვენეს, ლეგენდა ისევ რუსული სპეცსამსახურების წისქოლზე ასხამდა წყალს. ალა დუდაევას ფულსაწყის თავაზობდნენ იმაში, რომ ეს ხმები დაედასტურებინა. ჩეჩნეთის პრეზიდენტის მეუღლე ბუნებრივია მიხვდა, რომ ეს იჩქერიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ლეგიტიმურობასთან ერთად მთელი ჩეჩენი ხალხის ბედსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. გუნიბი მაღალი მთა. მე მთაზე ვზივარ, ღმერთი კიდევ უფრო მაღლა. დაბლაკი რუსები დგანან. ხმალი ამოღებულია. კლავი მზად არის. ასე შეხვდა თავის უკანასკნელ ბრძოლას იმპერიის ორთავიან ურჩხულთან შამილი. მზად შეხვდა საკუთარ აღსასრულს თავისუფალი იჩქერიის პირველი პრეზიდენტიც. Мне он говорил лишь о том, что война, она обязательно закончится. А вот что он будет дальше делать, я в грубой форме выражусь, что жить он не хочет. Он хочет уйти на тот свет к родственникам, которых уже нет.
отдохнуть от всего этого. დუდაევის სიკვდილმა მავად გული კი მოფხანა, მაგრამ ვერც რუსეთის პოლიტიკის შელახული პრესტიჟი აღადგინა და ვერც მისი კონტროლი გროზნოზე. დუდაევის დაღუპვიდან 4 თვის შემდეგ ელცინი იძულებული გახდა ხელი მოეწერა ჩეჩნებთან ზავის შესახებ ხასავიურტის შეთანხმებისათვის, რომელსაც რუსეთში დიდხანს უწოდებდნენ სამარცხვინოს. მოგვიანებით 97 წლის მაისში მოეწერა ხელი კიდევ ერთ საინტერესო შეთანხმებას რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის. იგი გარდა იმისა, რომ ორივე მხარეს ავალდებულებდა ურთიერთობის მხოლოდ მშვიდობიანი გზებით მოგვარებას, იმითაც იყო ღირსშესანიშნავი, რომ რუსეთი ოფიციალურად მოიხსენებდა მოლაპარაკების მეორე მხარეს, როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიას. ამ დროს დეგი დუდაევი გროზნოში ცხოვრობდა. მას ბოლოს და ბოლოს მიეცა საშუალება სკოლა დაემთავრებინა, მაგრამ სამშობლოში დაფუძნება მაინც არ დასწავდა. მეორე ომის დაწყების შემდეგ ოჯახი ისევ იძულებული გახდა ჩეჩნეთი დაეტოვა. Но это уже была совершенно другая история и восприятие того, что происходит, в отличие от Первой войны. Поэтому я был в душе уже пуст на тот момент, когда покидал Чечню. Да. Свой долг ваша семья уже выполнила перед Чечней? Вы знаете, свой долг выполнил только мой отец, и выполнить мог его только за себя. И у каждого из нас в семье есть долг перед нашей Родиной, Чечней. И я бы не сказал о том, что, покидая Чечню, было во второй раз было проще, потому что если тогда мы переживали и боялись о том, что чеченский дух, президент Джохар Дудаев, и с ним что-то может случиться, и этот дух может быть сломлен, то таких ощущений в душе я не чувствовал. Я переживал только за оставшихся и без того моих бедных родственников, братьев, их семьи. Поэтому в какой-то части покидать во второй раз Чечню во время боевых действий было точно так же тяжело. Это, я думаю, было бы тяжело для каждого, независимо от того, сын он Джохара Дудаева или нет. ჯოხარ დუდაევი სულ რაღაც 4 დღეს იყო, როცა ის და მისი ოჯახი სამშობლოდან განდევნეს. მას შემდეგ თითქოს მშობლიური მიწისაგან შორსხეტიალი დაებედა და მეტიც მემკვიდრეობად საკუთარ ოჯახსაც გადასცა. მათაც ბოლომდე იტვირთეს ეს ბედი. ქალაქიდან ქალაქში, ქვეყნიდან ქვეყანაში ეძებდნენ ნავსაყუდელს. ეს იყო საფასური იმ უპირობო ნდობისა, რომელიც მათი ოჯახის უფროს გამოუცხადეს და ხარკი, რომელსაც დღემდე იხდიან ჩეჩენი ხალხის თავისუფლების იდეის ერთგულებისათვის. მიუხედავად ათასგვარი უბედურებისა და განსაცდელისა, რომელიც ამ იდეამ მათ და მათ ხალხს მოუტანა, არც იჩქერიის პრეზიდენტის ქვრივს და არც მის შვილებს არასოდეს საკუთარი ხვედრის გამო საყვედური არ უთქვამთ. Сказав плохо или хорошо, я не могу сказать за то, что мне преподносит каждый день судьба, потому что судьба преподносится Всевышним, и какая она есть, такова и участь. Но если можно как-нибудь поконкретней, потому что жилось, конечно же, тяжело временами, но всегда не только вера и отношения людей окружающих, и не только земляков, а даже в других странах и другой национальности. Помогала и морально, и материально. Поэтому я могу полностью отчеркнуть слово «плохо», потому что с помощью каких-то людей, которые помогали, мы и жили, и мне можно
можно сказать, было хорошо. ერთი შეხედვითის ჩვეულებრივი სტუდენტია. ქუჩაში გვერდით რომ ჩაგიაროს, არაფერი გაფიქრებინებს, რომ მისი ბიოგრაფია უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თავიდან ამოგლეჯილი ფურცელია. ჩეჩნეთის პირველი მიამბოხე პრეზიდენტის ვაჟი დედასთან და უფროს ძმასთან ერთად ვილნიუსში ცხოვრობს. დროის ქარტეხილებმა მათ ოჯახს ვერ წაართვა მთავარი ერთიანი. ცხოვრობენ ძველებურად, კავკასიურად, დიდი ოჯახით იღებენ სტუმრებს და ოცნებობენ სამშობლოში დაბრუნებაზე. Моя мечта вернуться в Чечню, независимую, свободную Ичкерию, наладить там обыкновенные вещи, жизнь, спокойствие, обустроиться, вырастить детей, о том, чем я буду заниматься в дальнейшем сейчас. Время такое, что ввиду экономического кризиса и в целом вообще на Кавказе сказать трудно конкретно. Но мне бы хотелось, чтобы Чечня была, конечно, свободной. Это была мечта моего отца и многих других людей. Она и сейчас, эта мечта есть. Если брать более глобальней, то, конечно же, хотелось, чтобы и на Кавказе был мир, спокойствие, экономический, спортивный и во всех отношениях прогресс. Поэтому как таковой мечты, кроме как мечты своего отца, я больше и не имею. ჯოხარ დუდაევის საფლავი მკაცრად არის გასაიდუმლოებული. მისი მეუღლის თქმით, იგი მშობლიურ მიწაზე განისვენებს. მხოლოდ ეს მიწა ერგო იჩქერიის დამაარსებელ საკუთარ სამშობლოში, რომელიც მუდამ ენატრებოდა. სამაგიეროდ ბალტიისპირეთში, პოლონეთში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში თუ თურქეთში მისი სახელობის უამრავი ქუჩა, მემორიალური დაფა და სკვერი არსებობს. ესტონეთის ხელისუფლებამ დუდაევის ოჯახის გამო კანონმდებლობაში ცვლილებაც კი შეიტანა. მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ალა დუდაევასათვის მოქალაქეობის მისანიჭებლად კანონიერი საფუძველი არ გააჩნდათ, ესტონეთში შეიმუშავეს კანონი, რომელიც ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს. ეს არის ერთი პატარა ერის მადლობა მეორე პატარა ერის შვილისადმი, რომელმაც მისი თავისუფლების სურვილის სოლიდარობის გამო შეძლო უარი ეთქვა იმპერიისათვის.